გამარჯობა, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააქცელა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევის იარაღად. შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, მოუწოდეთ ევროპარლამენტარებს, რომ დაბრუნებოდნენ ძირითადი პრინციპების პატივისცემას, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობენ ასე საქართველოს არჩევანის უპატივცემულობას. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, რაც არის ძირითადი პრინციპები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის, ამ პერიოდამდე ჩვენ აღარ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ამ სესიებში, თუმცა შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, გამოხატულების შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა დაუბრუნდებით ამ ასამბლეას, თუმცა მრავალმხრივი ასამბლეის მიღმა ჩვენ რა თქმა უნდა ორმხრივ ფორმატებში ვაგრძელებთ ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს პარტნიორებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებთან საპარლამენტო ურთიერთობებს. კარგად ჩანს იკითხება ამ ტექსტში ის ზეწოლა სურვილი ჩვენ ქვეყანაზე მოახდინონ ძალმომრეობა, რომელსაც ელემენტარულად არ ექნება არანაირი შედეგი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არათუ არჩევნები გაყავდა საქართველოში, არამედ დემოკრატიული აღშენებლობის გზაზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველა მსგავსი მცდელობა, რომელიც ევრონესტისგან თუ სხვა სტრუქტურებისგან იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის. ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება სოციალურ ქსელში დღის პირველ ნახევარში გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი საუბრობს ევროპარლამენტის გარკვეული ძალების მტრულ და ვიწრო პოლიტიკურ მიდგომებზე, ასევე იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში. აქცენტი კეთდება საქართველოსადმი მიკერძოებული პოზიციებით ცნობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ რეზოლუციის ტექსტში დამატებულ ჩანაწერებზე, რაც ქართული მხარის შეფასებით კანონის უზენაესობის სტანდარტებს უგულებელყოფს და მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ევროპარლამენტს პატივისცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები. საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოველად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი თვითგამოცხადებულად მოიხსენიებს. აგრეთვე პოლიციელებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმელ პირებს, რომელთა მიმართ დამდგარია სასამართლოს გამომწყნებელი განაჩენები, პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს, რითაც სრულიად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს. ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით დაფუძნებული მანდატის მიღმა საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს უარი თქვას ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივისცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირ გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ. საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში.
ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოხდა. მმართველი გუნდი ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევაზე საუბრობს. ქართული ოცნებისთვის უპრეცედენტოა, როდესაც დემოკრატიის მთავარი პრინციპის, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენება კრიტიკის მიზეზია. სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების კონვენციებში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ევროსაბჭოს განცხადებას ორი ავტორი ჰყავს. ეს ყოველად მიუღებელია ყველა გაგებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი და საერთოდ ყველას ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უფლებაა, რომ მიმართოს სასამართლოს და თავისი იდავოს სამართლებრივი გზით, სამართლებრივი წესით. ასეთ შემთხვევებში, კიდევ როდესაც საქმე ეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, კონსტიტუციური პროცესი ყველა დემოკრატიულ, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში. ამიტომ ჩვენთვის ყოველად მიუღებელია კრიტიკა და დაგმობა უფლების, რომ ჩვენ უფლება არ გამოვიყენოთ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში. სხვა მხრივ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ეხება სარჩელში გახმოვანებულ ჩვენს არგუმენტებს და ნებისმიერ კითხვაზე ჩვენ მზად ვართ რომ გავცეთ ძალიან თამამად და ღიად პასუხი. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ. დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმე სასამართლოში წასვლას უგრძალავენ, თუმცა ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ეხლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ კონდეს უფლება, რომ წავიდეს სასამართლოში, ანუ გამოდის რა, რომ ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ და ჩვენ სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გქონდეს. ეს რა თქმა უნდა უსამართლოა, ეს მიუღებელია და ეს ეხება დემოკრატიულ პრინციპებს. პარტიამ ალტერნატივა გერმანისთვის მერის არჩევნების გაყალბების ბრალდებით ბრანდენბურგის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მთავარი ოპოზიციური პარტია ქალაქის ადმინისტრაციას დარღვევებში ადანაშაულებს და განმეორებით არჩევნებს ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ 19 ოქტომბრის მერის არჩევნებში მათი მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი 54%-ით ლიდერობდა, თუმცა საფოსტო ბიულეტინებმა ვითარება მისი კონკურენტის სასარგებლოდ შეცვალა, რომელმაც 160 ხმით გაიმარჯვა. ალტერნატივა გერმანისთვის არ არის ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნების გაყალბების გამოჩევის. საქმე აღიძრა ქალაქ ბად ფრაიენვალდის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. სარჩელის ავტორები საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ქალაქის საარჩევნო კომისიის მოადგილე არიან. მათ თანამდებობებიც დატოვეს. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში 400-ზე მეტი ბიულეტინი ორჯერ გაიგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებმა ბიულეტინები მათი მოთხოვნის გარეშე მიიღეს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. კობა გაბუნია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. საუბარია ეგრეთ წოდებულ ბაღების საქმის ეპიზოდზე, რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე თანამშრომელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული თანხიდან 9.400.000 ლარის თაღლისურად დაუფლებას და 1.200.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. გამოძიების ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია. მათივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და მთავრობის პოლიტიკა ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ იქნება მკაცრი. ვიღაცებს ეგონათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება იყოს კამპანიური ხასიათის. მოკლევადიანი, რაღაცა მოკლე ბენეფიტის მისაღებად და მოსახლეობის მოსახიბლად, ასე ვთქვათ. მაგრამ ნელ-ნელა მე მგონი ყველა რწმუნდება, რომ ეს კამპანიური ხასიათის არ არის და ის გაგრძელდება და იქნება მუდმივად ასე. როგორც ძველ საქმეებზე, მაგრამ განსაკუთრებით თუ მომავალში ვინმე დაფიქრდება ამაზე. ის ამბიციური გეგმა, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, იყოს
მსოფლიო წამყვან სახელმწიფოებს შორის სამეულში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა, რა თქმა უნდა, რეალიზდება და ვერანაირი სტატუსი, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედ მოცემულობაში ვერ იქნება ინდულგენცია იმ პირთათვის, ვისაც ხელი წაუწდება და ამ მძიმეს დანაშაულს ჩაიდენს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო ბუნებრივია იქნება სამართლიანი, მაგრამ იქნება მკაცრი ყველა ასეთი შემთხვევის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსაველის გამზირის გადაკეტვის ფაქტზე აქციის 29 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას ედავებიან. უწყების ინფორმაციით აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი. თუმცა მცირე რაოდენობის მიუხედავად დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მოახდენს სამართალდამღვევი პირების იდენტიფიცირებას და გაატარებს შესაბამის ზომებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. 9 თვის მონაცემების რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს 67.25% მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. უწყება წერს, რომ თავად რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40.464-ია, რაც წინა წელთან შედარებით დანაშაულების გამოვლენის ზრდისა და პოლიციის ბრძოლის პროპორციულად მომატებული მხოლოდ 2.26%-ით. 46.92%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა. 75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები. 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც. შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა. ასევე განზრახ მკვლელობების რაოდენობა. კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების კუთხით. შემცირებულია სქესობრივი კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა. შედარებით გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა. 191 ერთეულით არის მომატებული მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის ქურდობა, თაღლითობა, ყაჩაღობა, გამოძალვა. ასევე შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობაც. მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების კუთხითაც, რაც ნამდვილად მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი ტიპის დანაშაულების გახსნის და გამოვლენის მაჩვენებელი, როგორც არის მაგალითად ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ქმედებები, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბინის ქურდობების მაჩვენებელი და გაზრდილია გახსნის მაჩვენებელი, ასევე სამინისტრო ეფექტურად უმკლავდება ისეთ ტიპის დანაშაულებს, როგორიც არის მაგალითად ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვადასხვა ტიპის დანაშაულები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთი კუბის რესპუბლიკის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შრიკის შედეგად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა. ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებისა და იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები გამოცდილებასა და ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. აცხადებს გურამ დუმბაძე. საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, რომელიც გაცილებით გაუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის ბაზრის კვლევისა და შესყიდვების მთლიან პროცესს. ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან უკვე, როდესაც შემსწრებელი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთი და იმავე საქონელთან მიმართებით, დღეს სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 40,000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების ნაწილში, როდესაც თქვათ სატენდერო პროცედურებამდე არ მიდის კონკრეტული შესყიდვა და გამარჯვებულის გამოვლენა ხდება გამარტივებული შესყიდვის დროს. ისტორიულ სამარყანდში იუნესკოს 53-მე სესიაზე გრძელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი. დღეს სამარყანდში ჩასულ იუნესკოს 194 წევრი ქვეყნის 3000-ზე მეტ დელეგატს შესაძლებლობა ექნებათ ქართულ ფოლკლორს გაეცნოს. დღეს მეორე ნახევარში გაიმართება ანსამბლ ბასიანის კონცერტი. მაკაბოჭორიშვილმა უზბეკეთში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები იუნესკოს გენერალურ მდივანთან, ასევე აზერბაიჯანელ და უნგრელ კოლეგებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა იუნესკოს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე და პოლიტიკურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. სამარყანდში იუნესკოს კონფერენცია მესამე დღეა მიმდინარეობს. ერთვის ხრივ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, რომელსაც წარმატებები უსურვა მისი თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი აზული ასრულებს საქმიანობას 1 იანვარს. ამასთანავე გამოიხატა სურვილი საქართველოს გააგრძელოს ის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობა იუნესკოსთან, რომელიც მოიცავს ქართული კულტურული ძეგლების შენარჩუნებას, მოვლას იუნესკოს ჩართულობას საქართველოს კულტურის შენარჩუნების საქმეში. ქართული კულტურის წარმოსაჩენად გაიმართა ქართული საღამო, სადაც მრავალი სტუმარი მოვიდა, მათ შორის რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, რომელმაც შეძლო დაეგემონებინათ ქართული პროდუქცია, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიმართა ქართული კონცერტი მინისტრმა, ასევე განახორციელა ორმხრივი შეხვედრები, ესე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყნებთან, სადაც განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ზოგადად პირველი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა საფრანგეთის გარეთ, შეგვიძლია შევაფასოთ ძალზე წარმატებულად, რადგანაც მოახერხეთ საქართველოს კულტურის წარმოჩენა და ასევე იმ ორმხრივი შეხვედრების გამართვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. რუსეთმა ხერსონს ისევ დაარტყა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. კრემლის თავდაცვის ძალები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ უკრაინულ ქალაქებს. აფეთქების ხმა ისმოდა დნეპრის რეგიონშიც. თავდასხმა იყო სუმის ოლქზეც, სადაც 9 სართულიანი კორპუსი დაზიანდა ომში მყოფი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული აგრესიის მოგერიებასთან ერთად რუსულ ქალაქებზე იერიშებს ახორციელებს. რუსეთის თავდაცვის ძალების ცნობით გუშინ სხვადასხვა რეგიონში 130 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს. ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა იყენებს სამართლებრივ ზეწოლას, რათა ოპონენტები დააშინოს და კრიტიკოსები გააჩუმოს. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოს სტატიაში სახელწოდებით ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარე. პუბლიკაციაში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი ზეწოლის მაგალითად მოყვანილია უკრაინის ენერგო კომპანიის უკრენერგოს ყოფილი ხელმძღვანელის ვოლოდიმირ კუდრიცკის მაგალითი, რომელსაც სტატიის მიხედვით 2024 წელს აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა. Washington Post-ის ინფორმაციით ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ლიდერებს სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვა. როგორც გამოცემა ამერიკის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობითი უწყება კარიბის ზღვის აუზში ამერიკული სამხედრო ძალების ზრდის ფონზე მადურომ წერილი მისწერა პუტინს, რომელიც მისთვის მაღალი რანგის თანაშემწეს უნდა გადაეცა. იამაიკა, კუბა, ჰაიტი, კარიბის ზღვის სამ ქვეყანაში დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან.
ქარიშხალმა მელისამ ოფიციალური ცნობით უკვე 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კატასტროფის ზონაში მოსახლეობის და თვითორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჰაიტიში, სადაც მოქალაქეები ნანგრევებსა და მიწის ჩამოშლილ მასაში ამ დრომდე იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც სტიქიის დაწყებიდან მალევე გაუჩინარდნენ. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ათენში საქართველოს საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობები და საინვესტიციო გარემო გააცნეს. ფორუმში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, აწარმოეს საბერძნეთის დირექტორმა და საბერძნეთში საქართველოს ელჩმა. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით და ვფიქრობ კიდევ უფრო გააღრმავებს ბიზნესებს შორის ურთიერთობას ჩვენ საქართველოსა და საბერძნეთს შორის. შემდეგი ნაბიჯები იქნება დავგეგმოთ უკვე კონკრეტული მეწარმეების, კონკრეტული ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება. ძალიან საინტერესო შეხვედრები ქონდა საბერძნეთში ჩვენს კოლეგებთან. ინტერესი საქართველოსმა ძალიან მაღალი არის ბერძენი ბიზნესმენებისგან. სხვადასხვა მიმართულებით საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს, ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა ქონდა, გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა დაგეგმილი. გავაცანით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ახალი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ის მნიშვნელოვანი საგადასახადებო შეღავათები, რაც ბერძნულ სტარტაპებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოში გადმორეგისტრირების შემთხვევაში, ასევე ვიზაუბრეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების IT სფეროში საერთაშორისო კომპანიების დაწესებული შეღავათებისადმი. ბერძენი მეწარმეებისთვის დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი არსებობს როგორც საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებისათვის, ისე ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებების მიღწევის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთდა. ვიდეო იყო მრავლის მომცველი და მჯერა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი მეწარმეებმა დიდი იდეები მიიღეს, რომელთაც შესაძლოა კომერციული გარიგებები მოყვეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონია ხონში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა დავით ფოფხაძე მიულოძეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. უწყებრივი მედლებით, საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს სამხედრო მოსამსახურეები. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბრიგადაში მოეწყო ღიაკარის დღე, სადაც მოწვეული იქნა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, რომელთაც საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ბრიგადაში არსებული შეერაღება და ტექნიკა, აგრეთვე მათთვის სიმულაციურ კლასში მოეწყო საჩვენებელი სწავლება. ულოცავ ბრიგადის როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს უსურვებ მათ წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურეობრივ კარიერაში. დაარსების დღიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს თავდაცვის ძალების მასშტაბით დაგეგმილი სწავლებებსა და ღონისძიებებში. საბრძოლო მომზადებითა და ბუდვის საბრძოლო ზატყობით კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავდაცვის ძალების აღშენებლობის საქმეში. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებს ეწვია. მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებსა და ყვარელში მდებარე გადამტვირთვავ სადგურზე არსებულ ვითარებას გაეცნო. აღნიშნულ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ, კომპანია კი აქტიურად მუშაობს, რომ დროულად მოეწყოს თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების ობიექტები. ადგილზე მოვინახულე და გავეცანი გადამტვირთვავის სადგურებისა და ნარჩენების განთავსების ობიექტების მუშაობის სპეციფიკას. როგორც მოგეხსენებათ, ნარჩენების მართვის ძირითადი მიმართულება მდგრადი ეკოლოგია, გარემო უსაფრთხოება და მოსახლეობის კეთილდღეობა. ადგილზე გავეცანი და გავესაუბრე თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც მომავალშიც გავაგრძელებ კომპანიის განვითარებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თბილისის ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგ სემინარი გამართა. შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის თემატური პრეზენტაცია გამართეს. ცნობიერების ამაღლების კუთხით ჰქონდა დისკუსია, პრეზენტაცია. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი საგანძურია, ჩვენი ქვეყნის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ამასაკიდანვე აცნობიერებდეს, თუ რაოდენ დიდი როლის შეტანა შეუძლია თითოეულ ჩვენთაგანს მის დაცვაში, შენარჩუნებაში და გაფრთხილებაში. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პრეზენტაცია, გავიგე ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია. გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობს. მონაწილეებმა სტარტი შატოს ზეგანიდან ლაგოდეხის მიმართულებით აიღეს. ველოშეჯიბრი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის მიზანი ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია სპორტული აქტივობების გზით. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ესე იგი კერძო ინიციატივით მხარს უჭერს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოვლენას. ეს არის ძალიან საინტერესო, როდესაც ღვინის ტრადიციული მარნები მხარს უჭერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი, რომ ერთის მხრივ რეგიონისთვის საინტერესო პროექტები განვითარდეს. შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის 100-მდე მონაწილე. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონს როგორც სოფლიო რუკაზე, სოფლიო ღვინის რუკაზე ჩვენს პოზიციონირებას და ასევე რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ეს შეჯიბრი, მხრივ რომ განვითარდეს ველოკულტურა როგორც სხვა ქვეყნებში არის და რა ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მინიმუმ 2 შეჯიბრი მაინც ჩატარდეს ესეთი დონის, რომ საქართველოში ველოსპორტი ავიდეს იმ დონეზე, როგორზეც ეკუთვნის. სპორტის მინისტრი ახალგაზრდა ქართულ სპორტსმენებს შეხვდა და მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა. რიგაში გამართულ ტურნირზე ქართულმა სპორტსმენებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულეს. ჩემპიონობა 19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა იზეიმა. 14 წლამდელებში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. წარმატებით დაგვიბრუნეთ ჩვენი მაგიდის ჩოგბურთელები რიგის საერთაშორისო ტურნირიდან, სადაც წარმატებულად იასპარეზეს, აიღეს მედლები, მათ შორის ერთი უმაღლესი სინჯის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი, რომელიც კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი მომავალი თაობისათვის, სპორტის ამსახეობის განვითარებისათვის. რიგის საერთაშორისო ჩემპიონატზე უკვე მეორე შეუძლელი პირველი ადგილის დაკავება. მთელი წელი ინტენსიურად ვარჯიშობდი და ამ ტურნირის წინა ძალიან დიდი შემართებით და მოტივაციით ვიყავი და ჩემი შრომა დაფასდა. ნახევარფინალში ვეთამაშე ლიტვანელ მოწინააღმდეგეს, მართლაც სასწავლო თამაში შეუძლელი გამარჯვება და ძალიან გამიხარდა. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ტურნირი იყო, 8 ქვეყნის 150 მონაწილე, ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენი ბავშვებისთვის ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ტურნირებზე ბევრად უკეთეს შედეგს დავიღებთ. რუსთავში ერთი თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ცენტრი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ახალ სტადიონზე წვრთნებს საფეხბურთო კლუბ რუსთავის ძირითადი და ასაკობრივი ჯგუფები ყოველდღიურად გადიან. აქვე ვარჯიშობს ქალთა საფეხბურთო გუნდიც. ახალმა ცენტრმა უკვე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასაც უმასპინძლა. ოლიმპიადაში ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით 100,000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობს. ახალ სტადიონზე ფინალური შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დააჯილდოვა. რუსთავში სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის პროექტები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით განვახორციელეთ და სწორედ ახალმა ინფრასტრუქტურამ მოგვცა შესაძლებლობა მათ შორის ფეხბურთის მიმართულებით ჩავატაროთ უკვე ისეთი ღონისძიებები, როგორც დღეს ჰქონდა საბავშვო ოლიმპიადა ფეხბურთში ბავშვებისთვის. ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ვაჟებში დასრულდა. ფინალურ დაპირისპირებაში გუნდმა ქუთაისმა თბილისი დაამარცხა და საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონობა იზეიმა.
დაძაბული ორთაბრძოლა იყო, მოგეხსენებათ ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირდა ქუთაისისა და თბილისის ნაკრები. რაც შეეხება ტურნირს, იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას, ძალიან დიდ მადლობას გადავხდი ასევე ჩვენი გუნდის ტრენერებს, ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის ტრენერებს, რათა ძალიან დიდი შრომა გაიღეს ამ ფინალში სათამაშოდ. და ჯერა ის რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, რადგან ჩვენ დაძაბულ ორთაბრძოლაში 2-0-დან თამაში მოვიგეთ 3-2 ანგარიშით. სოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჰელოვინის კარნავალზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. წვეულება განსაკუთრებით სანახაობრივი იყო ლოს-ანჯელესში, სადაც ტრადიციულად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ კოსტუმირებული მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ, ანიმაციურ და თანამედროვე შემოქმედებით მოტივებზე იყო შექმნილი. ღონისძიება, რომელიც ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული დეკორაციებით, სანტა-მონიკას ბულვარზე კილომეტრ-ნახევრიანი სიგრძის მონაკვეთზე ჩატარდა. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6-ზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.j-ზე.